მიღებულია ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიას შორის ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. თუ რატომ ამაზე რამდენიმე წუთში მე შეკითხვას ეკა ბესელიას დაუსვამ, გილოცავთ. ამბავი, რომელსაც მთელი საქართველო უკვე რახანია ელის. შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის, დაწერა ტვიტერის პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრმა ჰოლანდიელმა დეპუტატმა კატი პირმა. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმის ამოქმედებას ახალი წლის დასაწყისიდან ელოდება. კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს იქნება ჩვენი ევროკავშირთან მიმოსვლის, თანამოქალაქეების ბიზნესის განვითარების კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი, აცხადებს ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე. საპარლამენტო ოპოზიცია ირწმუნება, რომ საქართველოს წესით უკვე უნდა სარგებლობდეს ვიზა ლიბერალიზაციით და პროცესების გაჭიანურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ის რომ დღესაც არ გვაქვს ვიზა ლიბერალიზაცია, ეს სწორედ ამ მთავრობის არაკომპეტენტურობის ბრალია და იმ გაჭიანურებული პროცესის, რასაც ჩვენი მხრიდან ვალდებულებების შესრულება ერქვა, განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება, ეს არის პრემიერ-მინისტრის დამსახურება. მისი ბოლო ვიზიტი განსაკუთრებით მინდა გამოყვეს პროცესი მთლიანად არ მინდა მიიწეროს ქართულმა ოცნებამ. ამ მიმართულებით მოძრაობა ძალიან ბევრი წლის წინ დაიწყო, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა იქნა გატარებული ქვეყანაში, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე იმის წინა ხელისუფლების დროს და ჩვენ ფაქტიურად გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ყველაფერი დავაგვირგვინოთ, აცხადებს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ქონდეთ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმგზავრონ ევროპულ ქვეყნებში, საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად იმოგზაურებენ ვიზოთ. ეს ამბავი სრულიად საქართველოსთვის სასიხარულოა, თუმცა რამდენად აქვს სასიხარულო განწყობა იმ ადამიანებს, ვისაც სამსახურებიდან უშვებენ, ეს ადვილი მისახვედრი არაა. ხელისუფლებამ ოპტიმიზაცია დაარქვა სახელად და ადამიანებს სახელმწიფო სტრუქტურებიდან სახში უშვებს. დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა ისევ განათლების მინისტრისგან, ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი. ამ დროს კი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის სკანდალური განცხადება ვრცელდება მის პირად Facebook გვერდზე. გიორგი წაკაძე წერს, რომ სამინისტროში ადამიანებს უკვე უკანონოდ ათავისუფლებენ. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სიბნელე ისადგურებს. ეს ამძიმე რეალობა განმარტავ ნოემბრის ბოლოს სამინისტროში მოვიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც პირველ რიგში მოახდინა დეპარტამენტების ყველა უფროსის და ასევე უფრო დაბალი თანამდებობებზე დასაქმებული საქმებულების პირდაპირი ან ირიბი გაფრთხილება დაეტოვებინათ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობები. ანუ სახეზეა სრული კატასტროფა. ფაქტი, რომლის მსგავსიც არც ერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ. შეგნებულად არ ვეხები იმ საკითხს, თუ რა ხედვები აქვს ახალ ხელმძღვანელობას სამინისტროს მიერ თავისი ფუნქციის უკეთ შესრულების და მომავალი საკადრო პოლიტიკის კუთხით. იკითხავთ, რა არის ამ ყველაფრის мотиваცია? ჩემი პასუხია მინიმუმ სიბეცე და უაზრო თავდაჯერებულობა. სხვა ახსნა არ არსებობს, თუმცა მჯერა, რომ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს, მე მივიღე გამოწვევა და მზად ვარ არა მხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახისთვის, არამედ ქვეყნის საჯარო სამსახურის ინტერესებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო. ამისთვის კანონით ნებადართულ ყველა მეთოდს გამოვიყენებ, წერს გიორგი წაკაძე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გვერდება პირდაპირ ეთერში ხალხის შემცირება, ცხოვრების გაძვირება, უამრავი კითხვა, რომელიც ხალხს აწუხებს. განათლების მინისტრმა თქვა, რომ ხალხის შემცირება, ანუ ოპტიმიზაცია, როგორც ხელისუფლება არქმევს, იმ 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელიც კვირიკაშვილმა წარმოგვიდგინა. საერთოდ შეთანხმებულია გუნდის შიგნით თუ არა, რას აპირებს მთავრობა და კიდევ ერთი, ხომ არ ხდება სოციალური პრობლემების გადაფარვა, მაგალითად იმ ტიპის თემებით, რომელიც რატომღაც გასული 4 წლის განმავლობაში კი არ გამოიძიეს, არამედ მაინც და მაინც დღეს, მაგალითად იგივე ფოტოგრაფების საქმე. ქალბატონო ეკა, მადლობა დიდი, რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო სწორედ ამ თემებზე და პირველ რიგში მინდა მივიღო თქვენგან, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერისგან განმარტება იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მე გავხსენი გადაცემა ვიზა ლიბერალიზაციის თაობაზე. ინგა, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მეც აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაციით
დავიწყებ შეჩერების მექანიზმი, რომელიც იყო ერთადერთი ბარიერი შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ყველა დავალების შესრულების შემდეგ მიეღო უვიზო მიმოსვლა საკუთარი მოქალაქეებისთვის. ამ მექანიზმის უკვე გადაწყვეტაზე ღიად საუბრობს დღეს ევროკავშირის ყველა ხელმძღვანელი ორგანო და გეგმილია კენჭისყრა და ბოლო პროცედურები და როგორც წინასწარი ძალიან სასიხარულო ინფორმაციები გახმოვანდა ბოლო დღეების განმავლობაში უკვე არის მზაობა იმისა, რომ მოხდეს შეჩერების მექანიზმის როგორც ბარიერის მოხსნა და არ იყოს ის გამოყენებული საქართველოს და უკრაინის მიმართ. ასე რომ ჩვენ ალბათ უკვე მართლა ძალიან ახლოს ვართ საბოლოო პროცედურებთან, ყველაფერი უკვე რაც იყო დამოკიდებული საქართველოზე შესრულებულია ძალიან მაღალ დონეზე მოხდა შეფასებების მიღება იმ ვალდებულებების შესრულების პროცესში, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა, ვიდრე მივიღებდით უვიზო მიმოსვლას, ეხლა არის მხოლოდ ბოლო პროცედურა და ალბათ ძალიან მალე დასრულდება ეს პროცედურების ქვეყნის სასიკეთოდ და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიხარულოდ. ქალბატონო ეკა, ანუ ჯერჯერობით თარიღის დაკონკრეტება ნაადრევია ალბათ თქვენი მხრიდან დაახლოებით რა როდისთვის შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ჩვენს მოსახლეობას ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება. თარიღის დასახელება ჩვენ გვიჭერს, იმიტომ რომ სრულად ვართ დამოკიდებული აი ბოლო კენჭისყრაზე და პროცედურაზე, რომელიც მალე შედგება. თუმცა ეს რომ ახლოა მართლაც ეს თარიღი, ბოლო 2 დღის განცხადებები ყველა მაღალი ესე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ამაში გვარწმუნებს. კი ბატონო, მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, მაშინ როდესაც გვიხარია ყველას. ეს არის მთელი საქართველოსთვის ისტორიული, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. რამდენად შეუძლიათ ეს სიხარული გაიზიარონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც მძიმე დღეები უდგათ, დაწყებულია უკვე შემცირებები სახელმწიფო სტრუქტურებში, უამრავი ადამიანი არის გადაყვანილი კადრების განყოფილებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, განათლების მინისტრი პირდაპირ და ღიად ადასტურებს და დღეს უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი აბცელებს ასეთ განცხადებას ერთ-ერთი დეპარტამენტის, რომ სამინისტროში ადამიანებს, კონკურს გავლილ ადამიანებს უკანონოდ ათავისუფლებენ. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? მაინტერესებს რა სიტყვით თქვენ. აი როცა ჩვენ საუბრობთ ამ სასიხარულო ინფორმაციაზე, აქვს სასიხარულოდ საქმე იმ ადამიანებს, ვინც ალბათ ძალიან დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა თქვენი გუნდის გამარჯვება სამარჩევნებში და ახალი წლების წინ იგებს, რომ სამსახურის გარეშე რჩება. ეს არის ძალიან გრძნობიარე საკითხი და მესმის, რომ ამ საკითხის მიმართ იქნება ემოციური დამოკიდებულება, ალბათ ნებათაღელვად ზოგადად დიდია, იმიტომ რომ ბევრმა ალბათ არასწორად გაიგო, რას ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა და ეს 10%-იანი შემცირებები ხარჯების და არა ადამიანური რესურსის, ეს არ არის ერთი და იგივე და ალბათ უფრო არასწორი და არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციებმაც და ემოციურმა ესე ვთქვათ, მოლოდინმა შესაძლოა უფრო გაამძაფრა ეს შეფასებები, იმიტომ რომ უკანონოდ არავის გათავისუფლება არ შეიძლება. ეს არაფერ კავშირში არ არის იმ დაგეგმილ რესურსების დაზოგვასთან, რომელიც მთავრობამ როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება გაახმოვანა, ეს ნიშნავს იმას, რომ მუდმივად, როდესაც მოუწოდებდა მოსახლეობის ჯგუფებიც, სამოქალაქო სექტორის ექსპერტებიც, ოპონენტებიც, რომ მოდი დავზოგოთ ისი დაზოგვა შეიძლება და ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით ეს არის სწორი ნაბიჯი, როდესაც გარკვეული სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევების ფონზე მთავრობა იზღუდავს საკუთარ რესურსს. აქ პირველ რიგში იგულისხმება სხვადასხვა ტიპის ხარჯები შემცირება, ეს არის ავტოსანტრანსპორტო თუ კომუნალური თუ სხვა ტექნიკური საორგანიზაციო ხარჯები, რისი შემცირებაც კი შესაძლებელია. იმდენად, რამდენადაც ხელი არ შეუშალოს ამ პროცესმა რეფორმების სწრაფად განხორციელებას. მეორე, რაც შეეხება კადრებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ მოხდეს ადამიანების გათავისუფლება ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. ეს არამც და არამც არ შეიძლება. საუბარია იმაზე, რომ სადაც ვთქვათ არის ერთ კონკრეტულ პოზიციაზე ხელოვნურად გაბერილი შტატით დამატებული რამდენიმე ადამიანი, რომელიც არ არის სავალდებულო, რომ იმ კონკრეტული
ამოცანის შესასრულებლად იყოს ვთქვათ შენარჩუნებული და შეიძლება სხვა პოზიციაზე იყოს გადაყვანილი და არის ესეთი შემთხვევები ხა ყველა ვიცით ხო რაღაც ადგილები არის სადაც შესაძლებელია ვთქვათ არა 10-მა არამედ 8 ადამიანმა გააკეთოს ის კონკრეტული საქმე არის რაღაც ისეთ სპეციფიკური თემა რომელსაც 8 კი არა და ან 10 კი არა რომელიც არის პირობითად იმ პოზიციაზე ჭირდება 12 ან 13 ანუ ოპტიმიზაცია ნიშნავს იმას რომ სწორად მოხდეს ძალების გადანაწილება რატომ არ გააკეთა ეს ოპტიმიზაცია გიორგი კვირიკაშვილმა ეკა უკაცრავად შეგაწყვეტინებთ ვიდრე მე შემდეგ კითხვას დაგისვამთ რატომ არ გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმა რომელიც დღეს არ გამხდარა პრემიერი ან რატომ არ გააკეთა ეს ყველაფერი მთავრობის გუნდმა არჩევნებამდე ხომ ისინი იყვნენ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ხომ ის იყო თავად პრემიერი ანუ ხომ არ გამოვიდა ისე რომ კვირიკაშვილმა და მისმა გუნდმა მოატყუა ხალხი და არჩევნების მერე უცებ დაიწყო საუბარი ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე. რატომ არ მოხდა ეს 8 ოქტომბრამდე? შეგიძლიათ მითხრათ? კი, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა რა თქმა უნდა, რაც ილაპარაკა არჩევნების წინ, რაც იყო მისი საარჩევნო გეგმა და პროგრამა, რასაც ჩვენ ყველა მხარი დაუჭირეთ, ეს ზალაშია, იქ არაფერი არ შეცვლა, მათ შორის სამუშაო ადგილების დამატებით შექმნაზე, რომლისთვისაც ახალი პროექტები იწყება და რამდენიმე ის პროექტი, რომელიც ასევე წარმატებულად განახორციელა მთავრობამ, გაგრძელდება. სამუშაო ადგილები კი არ უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ადმინისტრაციის ხარჯზე. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო აპარატებში გაცილებით მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე შეიძლება ეს იყოს აუცილებელი. ამიტომ ძალების გადანაწილება ნიშნავს იმას, რომ მოხდეს სამართლიანად და სწორად, ეფექტურად მიდგომა კონკრეტული სფეროების. მე არ ვიცი რომელი სამინისტრო როგორ განახორციელებს, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისთვის, რომ უსამართლოდ და უკანონოდ არავის დათხოვნა არ უნდა მოხდეს. გასაგებია, მე არ მინდა ეხა თქვენთან ვისაუბრო იმ თემებზე, რაზეც ეკონომიკურმა გუნდმა უნდა გასცეს რეალურად პასუხები, თუმცა საინტერესო იყო თქვენ რას ფიქრობდით აი ამ დაგეგმვის შემცირებებზე. მე კითხეთ იმიტომაც, რომ აგერ კონკრეტულმა ადამიანმა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან თქვა რომ უკანონოდ ათავისუფლებენ. კარგი, თქვენი სტუმრობის შემდეგ ჩვენ ამ თემაზე დებატებს სტუდიაში გავშრით. მე ასეთი კითხვა მინდა ეხლა რომ დაგისვათ. ეკა ხომ არ ხდება ამ დაგეგმილი ახალი გეგმის რეალიზაციის ფონზე, ამ გაზრდილი აქციზით, მაგალითად გაძვირებული ცხოვრებით, რომელსაც აანონსებენ ექსპერტები და ადამიანების სამსახურიდან შემცირებით ოპტიმიზაციის ფონზე, ამ სიტუაციის გადაფარვა რაღაც ისეთი ხმაურიანი ამბებით, რომელიც რატომღაც მაგალითად წინა 4 წლის განმავლობაში ვერ გამოიძიეს და მაინც და მაინც ეხლა დაემთხვა რომ გამოიძიეს. იგივე ფოტოგრაფების საქმე. ჩემთვის თქვენგან ამ საქმეზე საუბარი განსაკუთრებით საინტერესოა. სხვა თუ არაფერი თუ არ ვწდები კადრებით შეგვიძლია ეხლა ვნახოთ თქვენ პირდაპირ იყავით დაკავშირებული მაშინ ამ ადამიანებთან ვისაც ჯაშუშობას აბრალებდნენ. დღეს რატომ გამოიძიეს და რატომ არა მანამდე? ამას აქვს თავისი ახსნა, ახალი დეპარტამენტი შექმნილია დაახლოებით წელიწად ნახევარი, შეიძლება არც კი მაგდენი დროით და ძალიან ბევრი საქმე ერთბაშად იყო გადაცემული დეპარტამენტისთვის. ეს არის საკმაოდ ისეთი არც თუ ისე მრავალრიცხოვანი ჯგუფი პროკურორების და არის ძალიან სპეციფიური საქმეები, მათ გახსნეს უკვე ბევრი გახმაურებული საქმე ამ დროის განმავლობაში. ერთ-ერთი რთული კატეგორიის საქმე იყო ფოტოგრაფების საქმე, გიორგი აბდალაძეს ვიცავდი მე, როდესაც ეხა გადის ეს კადრები, გვერდით რომ უზრიხართ თქვენ. ხო. კი, ეს იყო ის ყველაზე მძიმე დღე, როდესაც ის ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ უკვე დაითანხმეს და აიძულეს, რომ აღიარებითი ჩვენება მიეცა და ჩემთვის ეს იყო ძალიან მძიმე ემოციურად. და მე ამ საქმის გახსნას ასევე დიდი ხანია მეცველოდები, თუმცა ძალიან რთული იყო. ამას აქვს ძალიან ბევრი სპეციფიკური მომენტი. მე დავიკითხე სხვათა შორის ამ საქმეზე, როგორც ყოფილი ადვოკატი ამ საქმის და ბევრი დეტალი გავიხსენე. მათ შორის არის იმ საქმეში დატოვებული ბევრი მტკიცებულება ჩემი ხელით შექმნილი, სადაც მე აღწერდი მაშინ რა ტიპის უკანონობას ჩადიოდა გამოძიება პროკურატურა ჟურნალისტების მიმართ და ამ კონკრეტულ ფაქტებს ტოვებდი
საქმეში, რომ შემდეგ როდესღაც და მქონდა ამის იმედი მართლაც, რომ დადგებოდა დრო და ეს გამოძიებისთვის ეს მტკიცებულებები იქნებოდა სასარგებლო, რომ გახსნილი იყო ეს დანაშაული. მესმის, რომ დრო გავიდა და ამას ყველანი ველოდებოდით პირველ რიგში ფოტოგრაფები, მაგრამ რთული საქმეც კატეგორიას მიეკუთვნებოდა, დიდხანს ედო გრიფი და საიდუმლო იყო, მათ შორის ამ საქმეს ახლავს პოლიტიკური ნაწილი. ერთის მხრივ ის, რომ შემთხვევით არ მოხდარა, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფების დაკავება და ეს იყო მაშინ 26 მაისის ამბების გაგრძელება და ერთგვარი შურისძიების აქტი. ხო, ნუ მათმა გადაღებულმა ფოტოებმა მოიარა მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები და რეალურად მსოფლიომ ამ ადამიანების კადრებით გაიგო 26 მაისის შესახებ. დიახ. და ამ საქმეს ახლდა კიდევ მეორე მხარე, ანუ იქ საუბარი იყო იმ დახურული შეხვედრის ჩანაწერებზე, მაშინ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და მეზობელი ქვეყნების პირველ პირებთან შეხვედრის, ასე ვთქვათ, საუბრები იყო გაშიფრული და არც თუ ისე ასე ვთქვათ, რბილად რო ვთქვა სასიამოვნო, შეიძლება ბევრი სკანდალური ინფორმაცია იყო იმ საქმეში, რისთვისაც გრიფი დაადეს მაშინ და არ უნდათ რომ ეს მასალები ჩემ ხელში აღმოჩენილიყო და გასაჯაროებული იყო და შეიძლება გარკვეული სირთულე ახლდა ამ თემას, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხი, უკავშირდება მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას და ამ პოლიტიკურ თემებს, ესე რომ ეს ასე ვთქვათ, ძალიან გრძნობიარე საკითხებია, რაც ამ საქმეს ახლავს თან პარალელურ რეჟიმში. ამიტომ შეიძლება გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას დრო დაჭირდა. თან ეს დღეს სხვა სტანდარტია, ინგა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ესე აღარ არის შესაძლებელი, რომ სასამართლოში მიხვიდე ცარიელი ყდით და არაფრის მომცემი დოკუმენტებით, იმიტომ რომ სასამართლოს არ აქვს დღეს ის სტანდარტი, რომ ყველაფერზე თანხმობა თქვას და გამოძიება სჭირდებოდა ძალიან კონკრეტული საპირისპირო მტკიცებულებების მოპოვება, რომ აი ეს პირები, ვინც დღეს ბრალდებულები არიან და ვისი პატიმრობის საკითხიც იხილება, რომ მათ წინააღმდეგ შეგროვებული იყოს ამხილები. მაგრამ ესენი არიან ის ადამიანები, ვინც რეალურად არიან დამნაშავეები ამ საქმეში, ეკა. აი ეხლა მაგალითად ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით დევნოზაშვილმა განაცხადა სასამართლო იყო, რომიც მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს, როგორც დევნოზაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის მისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და თუ მას სასამართლო გირაოს შეუფარდებს, გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ანუ ველოდოთ ჩვენ, რომ დევნოზაშვილთან თანამშრომლობის შედეგად შეიძლება ბრალი დაუმძიმდეთ ქვეყნის ყოფილ პირველ პირებს, კიდევ უფრო მეტად და ახალი ბრალის წარდგენა მოხდეს. გამორიცხული რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ დევნოზაშვილი იღებდა მაშინ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ან მისი რანგის ჩინოვნიკი, რომ ამ საქმეზე უნდა ყოფილიყო უკანონობები ჩადენილი, ხო? ეს იყო საქმე, სადაც პირველი პირები იყვნენ ჩართული და რომ იყვნენ ჩართული, ამას ადასტურებს ის სკანდალური ჩანაწერი, რომელიც მაშინ გავრცელდა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. მე არ ვიცი ვინ განახორციელა ის სატელეფონო ჩანაწერი, მაგრამ მართლაც სკანდალური იყო, იმიტომ რომ იმ ჩანაწერში ჩანდა ტექსტი ფოტოგრაფების საქმეზე, როგორ ესაუბრებოდა სააკაშვილი ადეიშვილს, მერაბიშვილს, იქ არის კიდე სხვა პირებიც იმ საუბრებში ყვებოდნენ ამ კონკრეტულ დეტალებზე, ანუ სააკაშვილს აბარებდნენ ანგარიშს, რა ხდებოდა ციხეში, მათ შორის მე რო შევდიოდი ციხეში, მათ შორის ეხლა მახსოვს ცოლს რას ესაუბრებოდა, ან რას წერდა და პატიმრობაში მყოფი ადამიანი, ის რაც იყო კონფიდენციალური ინფორმაცია, აი ეს საუბრები იყო ჩაწერილი მაშინ, არ ვიცი ვიღაცის მიერ და აქ ჩანდა რომ პირველი პირები უშუალოდ აკონტროლებდნენ ამ ფოტოგრაფების საქმის მიმდინარეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ შემსრულებლები არიან დღეს როგორც ჩანს იდენტიფიცირებული, მე არ მინდა პრეზუმპცია დავაღვიო და ვინ არის დამნაშავე, ამას სასამართლო დაადგეს, მაგრამ ამ ადამიანებს შეუძლიათ ინგა თქვან ვისი დავალებით მოქმედებდნენ. როგორც ჩანს იტყვიან კიდეც, რადგან თანხმობა თქვა მან დევნოზაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, სავარაუდოდ ის სხვას დაადებს ხელს.
რასაკვირველია, იმიტომ რომ ისინი ვერ მიიღებდნენ ამ დონის გადაწყვეტილებას, იქ იყო არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროს კორესპონდენტზე საუბარი, მათ შორის იყო საერთაშორისო მედია ორგანიზაციის ჟურნალისტზე საუბარი, თქვენ გახსოვთ მაშინ თქვენ და თქვენი კოლეგების ნაწილი, რომელიც ღიად აპროტესტებდა ამ ფაქტებს, როგორი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდათ ფოტოგრაფებს. მე მახსოვს, რომ ჩავერთე ამ საქმეში და გიორგი აბდალაძეს ვიცავდი, გარეთ გამომქონდა ეს ინფორმაცია საჯაროდ, რაც ციხეში ხდებოდა. გლდანი საპყრობილე იყო იმ პერიოდში მართლა ჯოჯოხეთური ადგილი. და როდესაც უკვე წინასწარი უკანონო ქმედებებით დაითანხმეს ფოტოგრაფები, რომ მათ ჯაშუშობა ეღიარებინათ, ყველაზე კულმინაციური იყო ბოლო ეტაპი, როდესაც საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს გათავისუფლების სანაცვლოდ აბდალაძესაც და სხვებსაც. მე როგორც ადვოკატს მომთხოვეს, რომ ხელი მომეწერა. მე არ მოვაწერე ხელი, იმიტომ რომ არ მჯეროდა, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ და ხვდებოდი ძალიან კარგად იმას, რომ მათი აღიარებაც იყო იძულებითი ნაბიჯი. მე რო ხელი არ მოვაწერე, მახსოვს ზაზა ბიბილაშვილი და სხვა შორის ამდენიმე მისი კოლეგა, რომელიც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში და მაშინ ადვოკატთა ასოციაციაში იყვნენ, კიცხავდნენ საჯაროდ, რომ როცა თანახმა იყო ბრალდებულიო, როგორ გაბედაო ადვოკატმა და საპროცესო შეთანხმებას ხელი არ მოაწერაო. და მახსენდება ისიც, რომ მირდად ქამადაძე, რომელიც აჭარაში ეხა კენჭსიყრი და ნაციონალური მოძრაობიდან, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, ფატი ხალვაშის კონკურენტი იყო სხვათა შორის. აი ეს მირდად ქამადაძე მოიყვანეს სასტრაფოდ ჩემ შემცვლელად, მე ჩამომაცილე საქმიდან და პირდაპირ სასამართლო დარბაზში მიიყვანეს და ხელი მოაწერინეს იმ უკანონო საპროცესო შეთანხმებაზე აბდალაძის საქმეში, ისე რომ არც საქმეს გაცნობია და არც საერთოდ რაიმე დეტალები იცოდა. აი ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ იყო ერთი თანამშრომლობის სქემა, ადვოკატთა ნაწილი, პროკურატურა, გამოძიება, სასამართლო. არავითარი კონტროლი არ ხდებოდა მაშინ, მაგრამ აი გავიდა დრო და ყველა ის ეპიზოდი, რაც იქ დარჩა, როგორც უკანონობის მადასტურებელი, დღეს გამოძიებას გამოადგა, რომ ამ საქმეზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მადლობა ეკა, რომ იყავით ჩვენთან. საინტერესო რამ თქვით, ეხა საინტერესო გვარები დაასახელეთ და კადრები გადიოდა, როცა თქვენ საუბრობდით, როგორ იჯექით თქვენ მათ გვერდით და შემდეგ როგორ მოხდა და უშუალოდ თქვენი ჩამოცილება ამ პროცესიდან, ეს ყველას ახსოვს. მინდოდა რომ გაგეხსენებინათ ეს ისტორია. მე წარმატებას გისურვებ, კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ეკა ბესელია, რომელიც თავის დროზე იყო სწორედ ამ ფოტოგრაფების საქმის ადვოკატი და შემდეგ იგი ჩამოაცილეს ამ საქმეს, აღარ გავიხსენებ ამ მოვლენებს, ხოლო დაკავებულმა დევნოზაშვილმა თქვა, რომ იგი თანახმა საპროცესო გარიგებაზე წავიდეს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამასობაში კი, სანამ ჩვენ საუბრობდით პირდაპირ ეთერში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს უკვე კულტურის სამინისტროდანაც